Bit ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ვინც ფიქრობთ, რომ კითხავის და მჭრიბავის გვერდზე მოხვდით, შეგიძლიათ დაატოვოთ გვერდი, რადგანაც ჩემი გვერდი არ ემსახურება მკითხაობას და მჭრიბაობას. ჩემი გვერდი არის ეზოთერიკულ შემეცნებითი გვერდი, სადაც კი ბატონო, ეს ხელსაწყოები, რასაც თქვენ ხედავთ და ცოტა სხვანაირად აღიქვამთ, ეს არის დამხმარე ხელსაწყოები და კონკრეტული საკითხის განხილვა, დამუშავება, რა თქმა უნდა, სწორი მიმართულებით ყველასთან სხვადასხვანაირად არის ხდება ჩემთან. და არა მწადი მოდი, რაღაცა გონია ისე იყო, გონია ასე იყო, ხო, რაღაც მარჩელობის დონეზე არ აგინეჭველი. თუ ამაში თქვენ კიდევ ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ უბრალოდ მოისმინოთ 1-2 ვიდეო და გაეცნოთ ჩემ გვერდს და თუ კიდე მაინც ვერ გაერკოვით, დატოვეთ გვერდი. ესე იგი, თქვენ სხვა შეხედულება გაქვთ ამ ყველაფერზე, მე კიდე სხვანაირად მიმყავს ეს ყველაფერი. განხილვა, ხო? ამიტომ თუნდაც ის მომენტი, რას მეტყვი ჩემზე დავუშვათ, რა მელოდება. ესეთ კითხვებს მე არ განვიხილავ, რა გელოდება, ეს არის ზუსტად კითხავის, რა ქვია, დამოკიდებულება, წახვალ ქორწილში, დაბადების დღეზე, შემოგხედავს ბიჭი, თუ რაღაცა და რაღაცა და რაღაცა, ესეთი ძალიან პრიმიტიული და დაბალ ვიბრაციული, მე ასე ვიტყოდი, ინფორმაცია. კარგი, ნახოთ. ესეთ რაღაცა ჩემთან ხდება. რა ხდება ეხლა აქვისთვის არის ვინ მელოდით. გამარჯვება არის ეს. რასაც თქვენ განიცდით დაუშვათ, განიცდით არა. უბრალოდ ბევრს ფიქრობთ. აქ არის ადამიანი, ალბათ 24/7-ზე, თუ 25/7-ზე ასე უნდა ვთქვა, რომ ფიქრობს. სულ ფიქრობს, შესაძლებელია აქ ადამიანი გონებას საერთოდ არ ასვენებს. არ იცის დასვენება რა არის, გონებრივად ვიძახი. თუმცა არ გამოურიცხავრო სამსახურიც ეხლა აკლდეს ადამიანს. მაგრამ აქ გონებრივი დასვენება ფიზიკურად არ არის. აი, თქვენ ამ ყველაფრის დალაგება გიფიქსირდებათ. ეს წარმატებაზეა, ხედავთ თქვენ, ვიღაცას გაინტერესებთ. დაბალანსება. ძალიან ბევრი საკითხი განიხილე, ძალიან ბევრი შესაძლებლობები, არჩევანი და რავი, ესეთი მოკლედ ერთი კონტექსტით რაღაცა არ ხართ შემოფარგლული აქ. ხო. და იცით რა არის? სხვა დონეზე გადადიხართ, შესაძლებელია რამეს შესწავლა, ან განვითარება, ან რაღაც ისეთნაირად წახვიდეთ, აწი დაინტერესდეთ, რომ რაღაცა სულ სწავლა ძიება ესეთ ვარიანტში რომ ვიყოთ, ხო? სულ მომწონს. წინა ვიდეოები ხო ზუსტად რაღაცა ესეთი მქონდა განავითარე თქვენ და თითქოს აქ არ ვიცი ახლა. მან გამოიღო შედეგი ვიდეოებმა თუ ახალი ვიღაცა, ისეთიც არის, ვინც სულ ვითარდება, ხო? და დავასრულეთ. რაღა უნდა ვთქვა, ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ძალიან დიდი ნაყოფიერება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, თქვენი სიტყვა, რაღაც აი როგორ არის გამჭოლი თუ ასე რომ ვთქვათ, ცოტა მნიშვნელობას რომ იძენს, აი რაღაც ძლიერი მხარის წარმოჩენა, დაბალანსება ენერგიის და როგორ არის თქვენი შესაძლებელია ცოდნების, უნარების გამოყენება ისეთნაირად, რომ აი
ემას რომ მოაქვს თქვენთვის ნაყოფიერება ოღონდ, შედეგი რომ მოაქვს, ცოდნათ რომ ხანდახან ცოდნა ადამიანს მაგრამ ვერაფერს ვერ იყენებს, ხო? არის რაღაცა ისე ვერ იყენებს. აი აქ ზუსტად ეს არის, ამ ცოდნას, ამ განათლებას შეიძლება ვინმე სწავლობ თანაპირებ რაღაცის შესწავლას, ხო? ან ესეთ მომენტში ხართ, პერიოდში ხართ რაღაცა სტაჟიორს მე აქ ვერ ვიტყოდი მთლად აქ ესეთი დამწყებიც არა ხართ გენაცვალი არა დამწყები არა ხართ ნამდვილად მაგრამ ნუ ახლა სტაჟიორი უნივერსალური გაშლისთვის უდავტოებ სიტყვაში თორე არა ძირითადად სტაჟიორებისთვის ეს არ არის ეს არის უფრო მეტი აი უკვე შემდგარი უკვე ძლიერი უკვე ჩამოყალიბებული დასწავლი განათლებული სიტყვაზე საქმეში ჩამდგარი და კიდევ რომ ცდილობს რაღაც განვითარდეს მაღალ საფეხურებზე ავიდეს აი ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი მე კიდე რას ვეთყოდა მაშინ და არა ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ. აი თქვენ სხვათა შორის იცით რა, იცით თუ ძალიან კარგად დაფიქრდებით იმ შემთხვევაში, უნდა დაფიქრდეთ რაღაცა საკითხზე, არ არის გამორიცხული აქ რაღაც გაქვთ გასაცემი. იცით რა ხანდახან არის რომ აი შეპირებებს როცა აკეთებენ, კაცო, ვინ გეწიკება ენაზე, ესე ვიცი მე ზოგადად თქვა უკაცრავად სამთელს გავთიშავ და მოვალ. მეგონა გამდნარი იყო, არ არის გამდნარი. კარგი. აი როგორი მომენტია, ვინ გეკაჩება ხო სიტყვაზე ენაზე, მაგრამ არის ადამიანები, რაღაცა მაინც ან შეპირდები, რაღაცას იტყვი გავაკეთებ და მე ვერ აკეთებთ. ან არ აკეთებთ რაღაცის გამო, ხო? მეც მქონია ესეთი ვარიანტი, რომ რაღაცა მითქვი ადამიანს, მე შემიკავებია თავი, ნუ რა ვიცი, რაღაცა მაჩერებს. ნახეთ, ეს ყველაფერი უნდა გაიხსენოთ სად რა ესე გამოგივიდათ ნათქვამი და ეს უნდა გააკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ გაუთვალისწინებელი რაღაცეები ფიქსირდება. ამას მოაქვს თქვენთან დაბნეულობა, ეს ჩაკეტილება კი არა, აი თქვენ თავის ტეხის მომენტი, აი ეხლა რა ვქნა, ეხლა რა გავაკეთო, ეხლა აი აქედან მოდის ეს არის უკვე ბლოკი. ამას მკითხავი თქვენ არ გეტყვით. მე ძალიან კარგად მინდა გაგარკვიოთ რა განსხვავება მკითხავს და ჩემს შორის. იმედია შეძლებთ ამის გარჩევას. მკითხავი ამას თქვენ არ გეტყვით, ამ წუთში მე რაც გავაჟღერე. და სხვათა შორის მანამდეც. კარგით, ეს ყველაფერი გაიგეთ, გარკვეთ რა შედეგები იქნება. ჯერედი აქ რო ვიღაცა მოდის თქვენთან. ხო, მაგა შედეგი აუცილებლად ექნება. ნახეთ, თუ კი დავუშვათ თქვენ არ გახსოვთ, ან არ შეგიძლიათ ეხლა რაღაც გამოასწოროთ ის შენაპირები თუ რაღაც ადამიანთან, ხო? ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ ესეთი რაღაცა ვიღაცას დაეხმაროთ და უბრალოდ თქვათ გადახდილია. მე არ ვამბობ ფულად დახმარებას. არა, ფულადები და უქროები და ისინი არ უნდა გადაღარდოთ კაცო არავის თავზე. შეგიძლიათ დავუშვათ გამოკვებოთ რაღაც ცხოველები გზაში და თქვათ რომ აი ამისთვის გადახდილია. მაგრამ ეს უნდა გაითვალისწინოთ რომ ისინი ქვეყანაში უკვე აღარ მიხვდება და ამ ცხოვრებისეული გამოსასყიდია. ჩვენ ამ თემაზე მე მისაუბრია, ხო? ანუ ჩვენ ნებისმიერ საკითხს ყოველთვის უნდა გიხაროდეთ ადამიანი მადლობას რომ არ გიხდით, იმიტომ რომ აი ის ნახე ის ერთი სიტყვა თუნდაც მადლობა თქვენ სასიკეთოდ ირიცხება, ანუ პლუსებში გადმოდის. ნახეთ, დავუშვათ რამე სიკეთეს აკეთებთ, ხო ეს არის ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი ზანდუკი. ვინც არ იცის, გეტყვით და ვინც იცით, შეგახსენებთ, არც მკითხავი ამ თემაზე არ დაგელაპარაკებთ. ეს სანდუკი რას ნიშნავს? ეს არის იმქვეყნიური, მოდი ასე ვთქვათ, რა ზოგადად ეზოთერიკულად ესე აკაშას წიგნებსაც ეძახიან ზოგადად. ხო? ანუ ჩანაწერები როცა ხდება, ხო? აი წერება წიგნში ესე რომ იციან თქმა, ეს ნახეთ იმათ ზედაპირული ნათქვამი არ არის, თუმცა მაგ წიგნებთან წვდომა აქ ჩავაკვეხებ, არა აქვს ბევრს მე ერთი ვიღაცა ვნახე, თუ გინდათო თქვენო ინფორმაციაო რაღაცა ეს აკაშას წიგნებთან, როგორ დავჭიდი? ესეთი ისტერიკა დავეორე, გამეცი და ავედგი რა მოიგრა და მაგას ქვია ზუსტად დაბოლება.
მე არ გაბოლებთ, არა გენაცვალი, არა. რატომ ეხლა გეტყვით? მაგ ჯერ ერთი შესვლა, მაგ ინფორმაციის წაკითხვა ყველას არ შეუძლია. მე თუ კონკრეტულად ადამიანი შევა საკუთარ თავზე წვდომას თუ მისცემენ უფლებას და მოახერხებს, იმიტომ რომ ასტრალში არის სხვა განზომილება, ბიბლიოთეკა არის სპეციალური. კი, მე ვარ ნამყოფი მაგ ბიბლიოთეკაში, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. და მცველიც მყავს ნანახი. ხო, ხნის კაცი არის. აი, ამ ბიბლიოთეკაში შენ შეხვალ დაუშვათ და ინფორმაცია შენს თავზე მოიპოვებ, მაგრამ ძალიან კიდევ რთული მოსაპოვებელია სხვა ვინმეზე ინფორმაცია მოიპოვო. შეუძლებელი და მით უმეტეს კონსულტაციაზე შენ ესე ჩაეწერო ვიღაცასთან და მან გითხრას, რომ აი, წიგნებში წაიკითხა. რა სისულელია, ხალხო, მაგას ჭირდება მედიტაცია და დრო. ესე ვერ შეხვალ იქ. ძალიან შვიდი გარემო, ძალიან აი გასვლა საერთოდ სხვა სამყაროში. ჩათვალეთ, სხეული უნდა დატოვოთ. სულ სხვა ფენომენია აბსოლუტურად. როგორ შეიძლება ეს გაშლაში ჩაეწეროს კონსულტაციას ჩავერთო ვიდეოთელი და აკაშეს წიგნებში ახლა მე შენ გეტყვი რა გიწერია. ეს არის დაბოლება კი არა, როგორ დაბოლება? წარე. ხო. ეხლა რა შეეხება? აი ზუსტად, მოდი მე გიხსნით ახლა ესეთი პატარა ყუთი არის. და ამ ყუთში თქვენი კარგი საქმეები და ცუდი საქმეები იწერება. რასაც ქვია ასევე საზვერეები. საზვერეები რას ნიშნავს? ის ცოდვები, რომელიც თქვენ ცხოვრების მანძილზე დაგიგროვდათ, ხო წერი 10 მცნება არის მთლიანი მონახაზი ყველა რელიგიაში. და აქაც იგივეს გეუბნებიან, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იქორდო და ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის ზუსტად უკვე საზვერეები. შენ რო წარს დგები, ესე იგი რა ქნა მოკლა პირველი საზვერეს სიტყვაზე, ხო? პირველზე. ой, არ მოუკლია, გადალახა მეორე საზვერე. შეიძლება სიტყვერად მოკლა. და იქ უკვე იტყვიან, რომ იცი მაგან ეს და ან რაღაცა მოიპარეთ. ნემსის ქურდი და აკლემის ქურდი ქურდია. აქ უკვე საპირწონე იხსნება. ნახეთ, მე საპირწონეზეც ბევრი მითქვია თქვენთვის. და ბევრჯერ მithქვამს. ერთმა ესე წმენდები მოინდომა, გახსნის რიტუალები, ნუ ათლარად. ხო და სხვათა შორის ერთს უკეთებ კიდე ესე ეხლა იმედია სწორად გაიგებს და არ ეწყინება თუ მოისმენს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო არის. ხო და ვერ ვეუბნები, რომ ყველაფერზე რაღაცა ცოტა მაინც უნდა გაიღოს, ერთი ლარით მაინც უნდა გაიღოს და თვითონ ეს უნდა იცოდეს ადამიანმა. და ზოგადად საპირწონე არის, ყველაფერი არ მაქვს საშუალება და მიდი რა დამეხმარე, ასე არ არის ხალხნო. ასე არ არის აქ. უნდა გადაიხადოთ. ეს არის გადასახდელი. აი იგივეზე გესაუბრებით, იმ ქვეყნადაც იგივე არის, ეს თქვენი საქმეები, ნახეთ, გეუბნებიან, მოიპარა, მაშინ რა გააკეთა მაგან, გახსნიან ამ თქვენ ზანდუქს და რაღაცა თქვენი კეთილი საქმით გამოისყიდიან. თუ ძალიან წვრილმანები გაქვს, ბევრი გამოსასყიდი იქნება საჭირო, რაც თქვენი ზანდუქი დასუსტდება და ცარიელდება. თუ კაი მსუყე საქმეები გაქვთ გაკეთებული, ნუ გამოისყიდით და გადახვალთ შემდეგ ეტაპზე. აი ესეთნაირად ხდება ეს ყველაფერი. ეხლა რა, მე რომ გეუბნებით თქვენ რომ აქ ეს არის იმ ცხოვრებისეული გამოსასყიდი. რამდენსა გაქვთ ახლა რა გაქვთ დაგროვებული აზრზე ხარ წერდით, გაქვთ რამე გაგედებული ცხოვრებისთვის და იმ ქვეყნის აი ამ საზვერებ გიზრუნიათ? არც კი ფიქრიათ. ხო, მაგრამ არის ამ ქვეყნიურიც. აი თუნდაც ის რომ აი აქ ეს შეპირება რაც თქვენ გაქვთ ამ წუთში თუ რაღაცა, აი იცი რა გაგიკეთებ, მე ასე ვიზამე, ისე ვიზამე, სხვათა შორის ერთი ქალბატონი იყო ესეთნაირად, რომ რასაც რამეს ვიტყოდი, აგერ არა ვარ მე დაგეხმარები. აგერ არა ვარ მე მოვალ, მე წამოვალ. მე ბოლოს ერთხელ ვთქვა, შენ ვთქვა ძალიან მაგარ მყავხარ მეთქი და რაღაცა და იცი რა არის? ეს არის ზუსტად რა მომენტი, იცი და ამ დროს არსად არ არის. ვერასდროს ვერ გაამართლა თავისი სიტყვა რა ჩემპირდა. ეს უკვე როგორა დავალიანებაში ერიცხება ადამიანს. რა უნდა გააკეთოთ ახლა ესეთებმა? მიდიხართ, დავუშვათ გამოკვებეთ ეს ქუჩის ძაღლები, ეს რა ვიცი კატები, ფული არ უნდა დაგენანოთ.
ეხლა ხო საკვები ნახეთ და 18 ლარი ღირს პატარა მეშოკი და ანუ 26 ლარი ან რაღაცა და აუ ამდენს ვერ არა არ უნდა დაგენანოთ ეს არ უნდა მოხდეს ეს ერთხელ უთხარ და წყალი მივაწო წყალი კი დიდი მადლია მაგრამ წყალი არ არის ის საპირწონე და ის გამოსასყიდი რაც ხელფეხს გაუხსნიდა ხო აი თქვენ თუ ასეთი დაწვრილმანებული და მეწვრილმანე იქნებით ასეთი მეწვრილმანე იქნება თქვენს მიმართ სამყაროც თქვენ ვერ იმეტებთ ეს იმას ნიშნავს ხო ვერ გაიმეტე ვერ გადაიხადე ვერ იმასკენი რავი დაკრიჟანდი დაწვრილმანდი და დაგიწვრილმანდა ყველაფერი ირგვლივ იმიტომ რომ შენ არ გაქვს ეს ნახე სუყე გამოხატულება რას გეუბნებით დაბალ ვიბრაციებში თუნდაც ის ღარიბულ ენერგიებში ადამიანი რო გაიღვიძებს და და არა მაქა ესე ვარ იგი არა ფული არა ასე არა იქ რაღა იქნება არაფერი აღარ იქნება всё გაანადგურ ადამიანი წალეკა ყველაფერი ეს არის უკვე დაბალი ვიბრაციები მაგრამ ადამიანი თუ იღვიძებს და მადლიერებით მით უმეტეს იღვიძებს ხო და მით უმეტეს კი ყველაფერი მაქვს და რაც მაქვს მადლიერი ვარ და მაქვს და შემოვა და რავი უსაჯულო არ გაჩნდება ყოველ შემთხვევაში ხო ამ ასეთი ვიბრაციებით იღვიძებს შანსი არ არის იქ რომ რამე არ გამოჩნდეს შანსი ნულია შანსი მაგრამ ეხლა რა ხდება? მაინც ვეღარ იმასკენი ხო იმდენი ჩანართები გაგიკეთეთ, ვეღარ მივედი იქამდე. ხო, გამოკვებეთ ეს ძაღლი, რა ვიცი, კატა, შეგიძლიათ ადამიანი კი ბატონო ნახეთ, ძალიან ბევრი ადამიანი არის ქუჩაში, ან მღერის, ან რაღაცას აკეთებს და დაუშვათ იქვე არის საცხობი. შეგიძლიათ, ანუ უკრავს რაღა, ხო, დგანან და იცით რა, თავისუფლად იყიდო ერთი ისა, რაცხა ხაჭაპური თუ რამე და დაუდო და წამოხვიდი. არც გინდა, არც ვიდეოების გადაღება მით უმეტეს არა. დაუდევი და წამოდი. ფულს არ ვიძახი. ფულის გადახდა შეგიძლიათ გზაჯვარედინებზე მხოლოდ. და გადახდილიას თემა თქვა. აი ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ, თუ გინდათ ვინმეს დაეხმარეთ, ხო? მოძებნეთ ისეთი ოჯახი რაღაცა ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე რო ეს დავალიანებები მაქვს და ეს ენამ რო წინ გამისწრო, ესენი რო გამოვისყიდო. ამ ქვეყნიურ გამოსასყიდებზე გესაუბრებით უკვე მე თქვენ. და რა თქმა უნდა უკვე ეს არის ერთგვარი გადასახადი, გამოსასყიდი. ანუ შეცვალე კი ბატონო, მაგრამ მაინც ჩაგეთვლებათ. თლად მასეთი კაცრიც არ არის სამყარო რომ აი გინდა თუ არა ერო სიტყვა თქვი ხო შეიძლება შეცვლა ასეთნაირად მაგრამ სახელი უნდა დაარქვათ ეს ოღონდ ამ ქვეყნიური არის ამ ქვეყნიური აღარ არის აი აქ ზუსტად ესა გაქვთ გასაკეთებელი ხო იმიტომ რომ თქვენ შესაძლებელია რაღაც თქვენ ისე სხვათა შორის ვარს ამბობთ რაღაცას როგორ არის იცი აუ იცით ეს რა არის მაგრამ ან მე ვიზამ ან რაღაც ეს ერთს უთხარი სხვათა შორის ესეთ რაღაცა და საზღვარგარეთთან რო ჩამოვალ საქართველოსიო მეო ესე ვიზამ მე მუთხარ როდის ჩამოდი რა ვიციო აქანეო ის მაქო ეს 1-2-3 წელი გადამითვალა ქალს ეხლა ველაბო 2-3 წლის მერე მოდი და გავაგრძელოთ კონსულტაცია მაშინ გაიგეთ როცა რაღაცა ეხლა ფიქსირდება მე მგონი ეხლა ნამდვილად სჭირდება ჩემს სანთელს გათიშვა უკაცრავად ამ 2-3 წელიწადში იცით რა არის კი ბატონო თქვენ გიყურებთ ყველაფერი გიყურებთ ითმენენ ყველა სამყარო ითმენს და გინძალები ყველაფერი ითმენს ესე მართლა კი არ არის კაცო კი არავინ ჩამოკიდებს გიყურებენ მაგრამ 2-3 წელი ძალიან ბევრი დრო არის თქვენ უკვე ჩემი სახით რაღაცის სახით აი თუნდაც ის რომ რაღაცა არ გამოგივიდათ რაღაცაში შეფერხდით ესე იგი ნიშანი მიიღეთ თქვენ რა გინდათ ეხლა ეს რა ქვია რაღაცა გადმოვარდეს ციდან ან ჩაგიკაკუნოთ თავში ესე გიკაკუნებთ თავში გეუბნებით გაიგეთ ეს არის ზუსტად მინიშნება და გაფრთხილება უკვე დრო არის გაიხსენ ეს და მოაწესრიგე 2-3 წელი გადადები კი არაო 2-3 წელს რო თქვენ გადადებთ ამ დროში უკვე სამყარო აიღებს თქვენგან ამ გადასახადს და საიდან აიღებს მაგაზე უკვე პასუხისმგებელი აღარავინ არ არის ჯანმრთელობა ფინანსები პირადი ოჯახი შვილებიდანაც
თუნდაც ის, როდესაც ხდება უკაცრავად, მაგრამ გარდაცვალება ბავშვების ოჯახებში. ეს არის ერთგვარი გადასახადები. ძალიან სამწუხაროა, ხო? ამიტომ მით უმეტეს ფრთხილად უნდა იყოთ. მე არავის არ გაშინებთ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ. ხო. ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ. ეხლა არ მითხრათ, რომ ამ ყველაფერზე მკითხავი გესაუბრე. კითხავი. ნახეთ? ჩემთან რომ მოდიხართ, მე რასაც დავაფიქსირებ, შეიძლება ვიღაცისთვის ეს თემა საერთოდ ჩინურის თემა იყოს, იმიტომ რომ არ ჭირდება. მასთან სულ სხვა საკითხები დაფიქსირდეს. მაგრამ აუცილებლად ვეტყვი. აი ეს არის უკვე განხილვა. რატომ დავუშვათ ეგ საკითხი შენ რაზეც თავსით ხავ არ გამოგდის და თავს რო იკავებ და რაღაცა იკეტება მერე გზები რატო გეკეტება? აი ზუსტად ეს არის მაგნაწილის ერთი კვანძი, რომელიც უნდა დაამუშავოთ. აი ამას ქვია უკვე დამუშავება. და პლუსებში გადაყვანა. ენერგია გადადის პლუსებში და თქვენი საქმეც გვარდება. ახლა აქ კიდე ფიქსირდება პირადზე. პირადი არის ეს ადამიანი, რომელიც შორიდან გათვალებს, გიყურებთ და მოდის. გზაშია, თითქოს უკვე გზაშია ეს ადამიანი. რა უნდა ამ ადამიანს? თქვენ რა უნდა არა? ფიქსირდება, რა უნდა? გრძნობა აქვს და ურთიერთობის დასტაბილურება უნდა და ყველაფერი უნდა ამას გინაცვალეთ. ეს როგორ ამბობს, იცი, პირს მე არაფერი არ დამწვევს. ესე იგი, აპეტიტი მაგარი აქვს ამას. არაფერზე ეს ვარს არ იტყვის. ბედნიერებას თუ მოგიტანთ ეს ადამიანი, რას მოგიტანთ? გაკვეთილია თუ რას რა ვინ არის? ხო. ვინმე დედა. რას მოგიტანთ? ბევრთან დაოჯახება იქნება. დაოჯახება. დაოჯახება. რას მოგიტანთ ოჯახს? კი, არ არის ეს კარმული და გავლითი და გამლელი. აქ პირადში შემოდის პირდაპირ ქორწინებით ადამიანი. ლაუკოთ, ჩემი საყვარელი არკანი ამოედა. ხო, ძალიან გულწრფელი იქნება. თქვენ არ იცით ჯერ ეს ვერ ხვდებით უფრო სწორად. ძალიან გულწრფელი, თქვენ თვითონ გაკვირვებული დარჩებით. დედა ახლა რა ვქნაო, ასე იტყვი ზუსტად. რა საინტერესო, რა იყო თქვენ მართლა ასე იტყვით, დედა ახლა რა ვქნაო და ნერვიულობას იწყებთ კაცო? მანახე ქალის რეაქცია. არა, გაცნობიერება გაგიჭირდებათ და სინამდვილეში თქვენ ეს ითხოვეთ უკვე. შესაძლებელია აი თქვენთვის გულში ითხოვეთ, შეიძლება ბევრმა ეკლესიაში ითხოვა, შეიძლება აი მედიტაცია, შეიძლება ლოცვა რაღაცა, აი ესეთი თხოვნა იყო თქვენი მხრიდან სამყაროში თუ რაღაც ძალებთან, თუნდაც საკუთარ თავთან. კი, მაგრამ ეს რო ხდება თქვენს ცხოვრებაში, ამის დაჯერება იქნება თქვენთვის როგორი იცით? ძალიან რთული. საკუთარ თავთან დაგეწყებათ რაღაცა, ესე რო ვთქვათ, აი ზუსტად დედა ახლა რა ვქნა და რაღაც როგორ მოვაგო რაღაც ფორთხიალს იწყებთ. რა საყვარელი. აფორთხიალდებით. არა უშავს. შემდეგ თქვენ შეძლებთ ამ ქაოსიდან და ყველაფრიდან გამოსვლას ეტაპობრივად. კი, ფეხმძიმებაც იქნება აქ. და ფეხმძიმებაც იქნება. ხო. სხვათა შორის, რამდენიმე ფეხმძიმე უკვე მყავს შარშანთუმის წინ რო ვიძახოდი. ყველას მშვიდობას გისურვებთ, ოქროს ფერთმიან ბიჭებს თუ გოგოებს, როგორც გინდათ. ჯანმრთელ და სარეკლამო ბაღნებს, ბავშვებს. ჩაბუთქუნებულებს. საბოლოო არკანი ამოვიღოთ. კი ბატონო, ჩემი სიტყვა დამტკიცებულია
და მე ზუსტად ვიცი რასაც გეუბნებით. აქ იქნება აუცილებლად ფეხმძიმებაც და ყველაფერს ბავშვის და ბაღანის და ბედნიერებაც. ხო, ერთი ის გამახსენდა. ერთ მკითხავთან მიმათრია ერთმა გოგომ ყურით და ამ ქალმა მითხრა: "აო, შენო, კაცო, ახლაო სექტემბერშიო ქორწილი გაქო." არა, სექტემბერშიო ფეხმძიმედ ხარო. ტორტი მოგაქვს ჩემთვისო, დეკემბერშიო, დეკემბრის ქორწილი გაქო, ის გაქო, ეს გაქო და თუ ინვეს მომწონდი, ყველა გაქრა აბსოლუტურად ჩემი არ ემარედან იმ წელიწადს. აი ეს არის მკითხავი უკვე. გისურვებთ წარმატებებს დაგემშვიდობებით დროებით.